21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. Ამ დღესთან დაკავშირებით მზიურში შეიკრიბნენ ჟურნალისტები და პატივი მიაგეს კოლეგებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. მზიურში ქართულ ჟურნალისტთა მემორიალური დაფა დგას, რომელზეც აფხაზეთის ომში დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული. უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩვენ ჟურნალისტებს მივულოცო 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღე. ეს თარიღი შევარჩიეთ ჩვენ ჟურნალისტებმა, რადგანაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გმირი ჟურნალისტები ნამდვილად იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ პროფესიული დღესასწაული. ეს უნდა იყოს ჟურნალისტების ხეივანი და არის კიდევაც ასეთი სახელწოდება ჩვენ ტრადიციულად შევინარჩუნეთ. გადავწყვიტეთ, რომ აქ მთელი კომპლექსი უნდა გაკეთდეს. მემორიალ კომპლექსში გულისხმობ იმას, რომ ჩვენ გავაკეთეთ კიდევაც კალმებისაგან შევკარით ჟურნალისტების ვარსკვლავი, ჟურნალისტური ვარსკვლავი და ყველა გამოჩენილი ჟურნალისტი, რომელიც თავდადებულია თავის სამშობლოსათვის, ეროვნულ ინტერესებს ატარებს და საზოგადოების ინფორმირებაზე, ობიექტურ ინფორმირებაზე ზრუნავს, ყველა გვინდა წავახალისოთ, გვინდა რომ ჩვენ მემორიალური დაფა იყოს გაკეთებული, სადაც აი გარდაცვლილი ჟურნალისტები, ჩვენი გმირი ჟურნალისტების ვარსკვლავებთან ერთად იქნებიან ის ჟურნალისტები, ვინც დაუშვათ თავის პროფესიას, შესწირა თავისი ცოცხალი ან თავისი ენერგია და თავისი ნიჭი. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა ჩვენ კოლეგას ქართული ჟურნალისტიკის დღე და გამოვთქვა იმედი, რომ მოვა ის დრო, როცა ჩვენ სოხუმიდან და გაგრიდან გადავცემთ რეპორტაჟებს და ეს იქნება ერთიანი საქართველოს ფარგლებში. მინდა უსურვო ჩემ კოლეგებს შემოქმედებითი წარმატებები. ამავე დღეს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მიუკერძოებლობა და სწორი ინფორმაციის გაშუქება, ასეთია ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი პროფესიის წარმომადგენელთა სურვილები საკუთარი თავისა და კოლეგებისადმი. ყველა ჟურნალისტს მინდა მიულოცო და ყველას მინდა მოუწოდო, რომ იყვნენ მართლები, მიუკერძოებელი და ადამიანებამდე მიიტანონ და მთავრობამდე მიიტანონ ის, რაც სათქმელია. თავარი არის ის, რომ შენ გრძნობდე დამოუკიდებლად თავს და შეგეძლოს პრინციპულობა, არ გეშინოდეს არაფერს. დღეს, როდესაც მე მომწეს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჟურნალისტისთვის. ეს იქნება კომენტატორი, ეს იქნება მწერალი, თუ არა აქვს მნიშვნელობა. ყველა ჟურნალისტია. და უნდა იცოდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გზნობით უნდა მოეკიდოს თითოეულ თავის დაბეჭდილ თუ დაწერილ სიტყვას. ასოს, თითოეულ ასოს, იმიტომ რომ სწორედ ჟურნალისტს შეუძლია დაანგრიოს ყველაფერი და ჟურნალისტს შეუძლია ააშენოს ყველაფერი. მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ რომ ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე დღეს მოხდა პირველი ჩემი პროფესიული კუთხით პირველად აღიარება. მივიღე დღეს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება და ვარ ძალიან ბედნიერი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ბატონ ჰამლეტს ამ ყველაფრის რომ მე დღეს ასე გამახარა და ჩემი ღვაწლი დააფასა და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ყველა ჟურნალისტს აი ეს მნიშვნელოვანი დღე. 21 მარტის ქართული ჟურნალისტიკის დღედ გამოცხადება პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად საქართველოს გაზეთი, შემდეგ კი ქართული გაზეთი ეწოდებოდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს გამოიცა, ახალი სტილით კი 21 მარტს. თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.